ბიჭებს გაუმარჯოს. მონადირეებს, ვაჟკაცებს, გულიანებს. ვისაც უყვარს ეს საქმე. ნადირობა, იარაღი. ტენთის სუნით მოწამლულებს, მოკლედ გაგიმარჯოთ სულ ყველას. და ვისაც არ იცით და არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ უაზრო კომენტარების წერას გადახვიდეთ TikTok-ზე და შოთა დარბაიძეს და რა ვიცი მისნაირებს უყუროთ იქ. მოკლედ ხუმრობა იქით გადავდოთ ეხლა და საქმეს მივხედოთ. ბევრმა რაღაცა ისე დარჩა კომენტარებში რომ კომბალა შედეგი ვერ ანახა რა. კომბალა რა იქნა, კომბალა სად გაქრა. მოკლედ აი აქ ალაგია ეს კომბალები. ტარიელ ბატონის გატენილი. და ის დროც მოვიდა რომ გავტესტოთ 50 მეტრაზე. აი სამიზნე სადადგა. აგი რა გვაქვს სამიზნე. სამი ცალი წამოვიღე. ახლა ერთის შედეგი არ არის საკმარისი, ავიც ბევრმა ჩათვალა ესე რომ ერთი სროლი შედეგი არ არის საკმარისი და ამიტომ სამი ცალი წამოვიღე. ეხლა ის ძველები მქონდა დატენილი 1 და 8-ზე ნობელ სპორტით. და ეხლა რახან ზაფხულია და ცხელა. ყია სხვანაირად ავარდება უფრო ძლიერად რა, გაფრთხებული როა და ავდე კიდე 1 და 7-ზე გადავტენი. დავაკელი ცოტა რომ ძალიან ძლიერი ზარიადი ჰქონდა. მოკლედ შავაწყოთ ეხლა და თან მივხედეთ საქმეს და ნახოთ რა იქნება, რა შედეგს დადებს ჩვენი ეს ლამაზი კომბალები. აი ეს ერთი აბა მივიდეთ და ვნახოთ რა მოხდა. ზოგმა თქვა რომ ვერ დავტენე, 10 ცალი ვიყიდე. არ ვიცი. ამ ტყვიას თუ სწორად დატენავთ. რა ვიცი, დამიჯერეთ რა. მინდა გითხრათ რომ ეს ტყვია არის იდეალური. თუ არა და მე არ მეზარება კაც ვაგერავარ და დაგიტენავთ. არ არის პრობლემა. აი ეს არის ბიჭებო 50 მეტრზე ნასროლი. არ ვიცი აბა რა გითხრათ, კაცობას გეფიცებით თუ რამეს ვიტყუებოდე. ერთი ცალი შიგათიანში მოხვდა და ერთი ცოტა მაღლა, ერთი ცოტა დაბლა. ეს არის აი დაახლოებით 7 სანტიმეტრზე, 6-7 სანტიმეტრზე გაშლილი სუნთელი. იდეალური ტყვია ზაფხულში 1 და 7-ზე ნობელ სპორტით. ზამთარში ცოტა მეტი უნდა რა, დაახლოებით 1 და 8-მდე. რა ვიცი, მე მგონი საუკეთესო შედეგია და დანარჩენი თქვენ თვითონ იცით, თუ დაინტერესდებით ბატონ ტარიელი თუ შეჩია და შეგიძლიათ პირადად დაელაპარაკოთ. მე თელავში ვარ, უბრალოდ ვიცნობ შორიდან. კარგად იყავით.